მოგესალმებით. ეს არის პარასკევის საუბრები პოლიტიკაზე, რადიო თავისუფლების ყოველკვირეული პოდკასტი, რომელსაც უძღვებინ მე, ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. 28 ნოემბერია და დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა პირობით სათაური, როგორც ვუძახით ხოლმე, ასე განსაზღვრე 28 ნოემბრის ეფექტი და საქართველოს ფაილი. საქართველოს ფაილი, ვინც კი მოისმინეთ გერმანიის ელჩთან, საქართველოში გერმანიის ელჩთან ინტერვიუ პეტერ ფიშერთან, მიხვდებოდით რატომ, სადაც ის ამბობს, რომ გაფართოების საკითხში საქართველოს ფაილი ამ ეტაპზე, ამ მომენტში დახურულია. დახურულია გერმანიისთვის, როგორც მან აღნიშნა, ის იყო კონსულტაციებისთვის ბერლინში, გაიარა კონსულტაცია მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრთან და უმაღლეს დონეზე. და ასევე არც აღარავინ მუშაობს ევროკავშირში. განაცხადა მან და ეს იყო ძალიან მძიმე განცხადება, როგორც კონკრეტული ძალიან მატერიალიზებული შედეგი ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშის შემდგომი, ასე ვთქვათ, ფაქტობრივი შედეგი. ერთი წელი და ერთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ირაკლი ყობახიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მთავრობა არ აპირებდა მათხოვრობი და ცალფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას და განაცხადა და გადავწყვიტეთო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა მძაფრი და მასშტაბური პროტესტი მოქალაქეებისა. პროტესტი გრძელდება დღემდე სხვადასხვა მასშტაბით, სხვადასხვა გამოხატულებით, სხვადასხვა ფორმით. და ჩვენ ახლა ვილაპარაკებთ დღეს სწორედ იმაზე, რა რეალური შედეგი მოუტანა ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებამ, არა მხოლოდ, მაგრამ კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებამ და რა გადაარჩენს საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენი სტუმარი დღეს გახლავთ სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ თქვენთან ვარ დღეს. სწორედ დღეს. მე ძალიან ვაფასებ თქვენს აკ-ყოფნას დღეს, ვფიქრობ საინტერესო იქნება ჩვენი საუბარი და მინდა დავიწყო, ვიცი რომ დღეს მე მგონი დაბრუნდით საფრანგეთიდან. ვადევნებდი თვალს თქვენს ამ ვიზიტს და იქნებოდა ეს შეხვედრა თუ ინტერვიუ, რაც საჯარო იყო ინტერნეტში. საინტერესო შეხვედრები იყო და იყო კლავაც ორი მთავარი გზავნილი თქვენგან. ერთი არის ნუ დაგვივიწყებთ ევროპავ, საქართველოს ნუ დაივიწყებთ, გახსოვდეთ. და მეორე კლავაც შეახსენებთ დასავლურ საზოგადოებას, რომ საქართველოს ეს არის საექსპერიმენტო ველი, ასე ვთქვათ. უკრაინაში მიმდინარე ომის მონეტის მეორე მხარე, ხო, როგორც ჰიბრიდული ომის, რუსეთის ჰიბრიდული ომის წარმოების ველი. რა იყო მიღმა ამის, რა შეხვედრები იყო ამის მიღმა, დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი საკითხი იქნებოდა ალბათ გამოიყენებდით შესაძლებლობას, არ ვიცი, ემიგრანტებთან ურთიერთობისა, იმ გადაწყვეტილების შემდეგ კონკრეტულად რაც შეეხება მათთვის საარჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევას. ეს იყო დავიწყებ იმით, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი და არა ოფიციალური, სადაც მქონდა დაგეგმილი რამოდენიმე ინტერვიუები და ერთი კონფერენცია. არ მქონია ამჯერად ფორმალურად შეხვედრები ოფიციალურ დონეზე, ანუ როგორც მაქვს ჩვეულებრივი, იმიტომ რომ ყველაფერი იყო პრაქტიკულად პარალიზებული, იმიტომ ყველა იყო ჩართული ამ უკრაინის მოლაპარაკებების საკითხში, რომელიც მართლაც ყოველდღიურად რაღაცნაირად იცვლებოდა. რაც ეხება დიასპორას, მე მექნება კვირა საღამოს თუ არ ვცდები, დაგეგმილი გვაქვს სკაიპით სხვადასხვა დიასპორებთან შეხვედრა, სადაც მე მინდა მათთვის სათქმელი არაფერი არ მაქვს გარდა ის, რომ მე ვარ გაოგნებული ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ მე მინდა მოვისმინო რეაქციები სხვადასხვა დიასპორების, ვიცი რომ დაგეგმილი არის არაერთი, მე მგონი 17 თუ არ ვცდები გამოსვლა სხვადასხვა ფორმის ევროპის დედაქალაქებში, ძალიან ბევრი პოსტები დაიწერა ემიგრანტებისგან მათი რეაქციები ამ საკითხზე და მინდა რაღაცნაირად ერთი პლატფორმა შევთავაზო, სადაც გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას იმაზე, რაც მე მიმაჩნია არის პირდაპირ ღალატი ქვეყნის და ღალატი ჩვენი დიასპორის, რომელიც წარმოადგენს დღეს 1/13 თუ 4/4 ვერ ვითვლით, იმიტომ რეალურად სტატისტიკა არ არსებობს ჩვენი მოსახლეობის და ამდენად
ძალიან სერიოზული ჩვენი ერთ-ერთი კაპიტალი არის დიასპორა, რომელსაც არ შეიძლება რომ ჩვენ არ მივაქციოთ მეტი ყურადღება და არა ნაკლები, როგორც ხდება და არ შეიძლება რომ მას შეუზღუდოთ უფლებები. იმიტომ ეს ყველაფერი არის დაკავშირებული. თუ უფლებებს შეუზღუდავ დიასპორას, ეს იქნება პასპორტი, თუ ეს იქნება არჩევნებში მონაწილეობის უფლება, შენ პირდაპირ წყვეტ კავშირს მათთან. ასუსტებ ყოველ შემთხვევაში ამ კავშირს, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ჩვენი კონსტიტუციის, რასაც გვავალებს ჩვენი კონსტიტუცია და კონსტიტუცია იმიტომ გვავალებს, რომ ეს პირდაპირ დგას საქართველოს სახელმწიფო ინტერესში, რომ შეინარჩუნოს ეს დიასპორა, მასთან ეს კავშირები გააძლიეროს და ეს დიასპორა გახდეს ჩვენთვის, როგორც სხვა პატარა ქვეყნებისთვის, რომელსაც ასევე ყავთ მრავალრიცხოვანი დიასპორა, გახდეს ჩვენი ინსტრუმენტი გარეთ, ჩვენი ძალა გარეთ და არა ჩვენგან გამიჯნული და შეიძლება გახდეს დაპირისპირებული ნაწილი ჩვენი ქვეყნის. ასე რომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, მე ვერ გავუსვამ ხაზს საკმარისად, იმდენად სერიოზული არის და მე მგონი რომ ყველანი უნდა ვაქცევდეთ ამას ყურადღებას. პირველ რიგში აქაური მოქალაქეები, რომლის ოჯახები არიან საზღვარგარეთ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მათ ეხმარებიან მატერიალურად, ანუ ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ, არა მხოლოდ მატერიალური მიზეზებიდან გამომდინარე, მაგრამ უნდა ყველამ დავიცვათ იმათი უფლებები, ვინც არიან გარეთ და ვინც ხვალ მე დარწმუნებული ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს იქნებიან შინ. ხო, მნიშვნელოვანი გზავნილია ვფიქრობ და შეიძლება ჩაითვალოს შეთავაზებაც პლატფორმა როცა ახსენეთ, რაღაცნაირად ორგანიზება გსურთ ამ. ეხლა მე ორგანიზება ძალიან დიდი ისეთი მაღალფარდოვანი სიტყვა არის, იმიტომ ბევრი რამე უნდა ორგანიზებას და დღეს ჩვენ ყველა გვიჭირს შეჯერება და მათთვის მე ვიტყოდი სივრცის გახსნა, რომ თავიანთი სათქმელი თქვან და მე თვითონ მე ძალიან მჯერა მაინც თვით ორგანიზების რატომ უნდა ჭირდებოდეთ გარეთ დიასპორებს ჩემი ჩარევა თავიანთი ორგანიზებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლიათ და ამისი დასტური არის სწორედ ის, რაც იგეგმება ამ შაბათ-კვირას სხვადასხვა დედაქალაქებში, ევროპის და ამერიკის, ვიცი რომ ამერიკის ჩვენ საელჩოსთან მივიდნენ თუ მიდიან. მე მინდა რომ ეს კადრი გავუშვათ, სანამ ქალბატონი სალომე საუბრობს. აი ეს მისვლის კადრი ძალიან საინტერესო, ერთ შევნიშნავ, მხოლოდ ბოდიშს გიხდით რომ ჩაგეჭხირეთ. კონსული აღებს კარს, როგორც უყურებთ, წვიმს, თავსხმა წვიმაა გარეთ და ნახეთ, ლიმიტირებულად არის კარი გაღებული და აკონტროლებს, რომ იმდენად არ გააღოს, რომ ეს არ ნიშნავდეს მათ შეშვებას საელჩოს შენობაში. დიალოგი არის ძალიან უწყინარი, ძალიან კულტურული, მშვიდობიანი და ნიკოლოზ ჩხეიძე ერთ-ერთი სათვის ტომოს ხელმძღვანელი არის შტატებში. ეუბნება მას, რომ იგივე ქართველები ვართ, რაც ვიყავითო. და პეტიცია გვინდა გადავცეთო, პეტიცია გავრცელეს კიდეც მათ ელჩსო ჩვენიო. პეტიცია იმაზე, რომ რამდენად მნიშვნელოვნად თვლიან ამ საკითხს და რომ მოითხოვენ, რომ ეს ასე არ მოხდეს, ეს რეალობა არ დადგეს, ბოდიში გაგაწყვეტინეთ. არა, მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ნაბიჯები იდგმება, რომ ეს არის რასაც ვამბობდი თვითორგანიზებული და მათი ინიციატივით და არა ვიღაცისგან ნაკარნახები. ეს იმიტომ რომ ეს გამოხატავს მართლა მათ სურვილს, მათ ტკივილს და მათ ინტერესს და ჩვენ უნდა ამას მივაქციოთ ყურადღება და რეაგირება უნდა იყოს საზოგადოებისგან. არაფერს არ ველოდები რეჟიმისგან, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, გადადგა ეს ნაბიჯი, რომელიც სრულიად წარმოუდგენელია, თუ შევადარებთ მაგალითად ქვეყანას როგორც არის ისრაელი, მათი მიდგომა რა არის მათ დიასპორის მიმართ, რომელსაც ოღონდ მოითხოვონ პასპორტი და 48 საათში მე მგონი აძლევენ პასპორტს და ცხადი არის ახლა არჩევნებში მონაწილეობა პირიქით არის ხელშეწყობილი. ყველა პატარა ქვეყანა, რომელიც ფიქრობს თავის დემოგრაფიაზე, თავის მომავალზე და თავის სიძლიერეზე, ყველა აქცევს დიდ ყურადღებას დიასპორას. ჩვენ მართალია წარსულში არ გვყავდა დიდი და მრავალრიცხოვანი დიასპორა, არ იყო ეს ტრადიცია, მაგრამ უკვე ბოლო 10 წლეულში
გაიზარდა ბოლო 20 წლეულში გაიზარდა ეს დიასპორა და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია მართლაც მრავალრიცხოვანი დიასპორა და პოლიტიკა დიასპორის მიმართ არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი მომავლისთვის. დიასპორის არჩევნებში სრულფასოვანად მონაწილეობის საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო. არა მხოლოდ ამ ხელისუფლების ზუსტ შორის იგივე ნიკა ჩხეიძე თავის პოსტში იხსენებს 2012 წლის ამბავს და მაშინაც პრობლემური იყო, ანუ რაღაც დახვეწას ითხოვდნენ და დღეს ხომ საერთოდ. და უმნიშვნელოვანი საკითხია მართლაც. თქვენ ახსენეთ, ხო, მე მინდა ცოტა ხანს კიდევ ვთქვათ საფრანგეთის ვიზიტს საკუთრივ ვიზიტს კი არა, იქ გამოთქმულ თქვენს ერთ-ერთ მოსაზრებას შევეხო. პარიზის საერთაშორისო საქმეთა სკოლაში ჰქონდათ შეხვედრა, ძალიან დიდი ახალგაზრდები იყვნენ უმრავლესად და დიდი ინტერესი იყო, შეკითხვები, საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ეს შეხვედრა და იქ თქვენ ბრძანეთ, რომ თუ კი ზუსტი ციტირება არ მაქვს, მაგრამ თუ კი ევროპა არ მოახდენს, არ რეაგირებს საქართველოში ვითარების 180 გრადუსით შეტრიალებაზე, სადაც ევროპის ელჩებს თავს ესხმიან, აქ უკვე დგება ევროპული პოლიტიკის სანდოობის საკითხიო. ხომ სწორად გადმოვეცი აზრი? და აი ამ ნაწილს რომ შევეხოთ და ასევე აი იმ რაც ვახსენე შესავალში სულისკვეთებას გერმანიის ელჩთან ინტერვიუს, ვრცელი ინტერვიუ ალბათ არ გექნებოდათ რომ ვიზიტის დროს გაცნობოდით, მაგრამ ეს ყველაზე მწვავე და ისეთი ფაქტობრივად მნიშვნელოვანი განცხადება იყო ეს, რომ კონსულტაციებისთვის გაიწვიეს და რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო გადახედვა და დაფიქრება, როგორც მაგ გამოიყენა სიტყვა საქართველოს მიმართ პოლიტიკაზე და ურთიერთობაზე. დღის წესრიგი იცვლება, ანუ ეს იყო მისი გზავნილი. ხო, დღის წესრიგი რო იცვლება და ენაზე ვილაპარაკოთ კულტურაზეო, კი ბატონო. რომ ესენი ემზადებიან იმისთვის, რომ მიიღონ ახალი გადაწყვეტილებები, ეს გასაგები არის. მე იმის მინიშნება მინდოდა, რომ საქართველოს მიმართ და ამ მოვლენის მიმართ, რაც ხდება საქართველოში, ანუ ეს უცებ ჩვენი კურსის მთლიანად შეცვლა ჩვენ კონსტიტუციის მიუხედავად და იმის მიუხედავად თუ რაც იყო გზა და გზავნილები ამ თვითონ ამ ქართული ოცნების მთელი წინა პერიოდი. ეს არის ისეთი კატეგორიის მოვლენა, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური პასუხი. და მე ამას მივნიშნებდი, რომ ევროკავშირმა დღემდე არ გასცა პოლიტიკური პასუხი ამ მოვლენას, რომელიც შეიძლება მოხდეს სხვადასხვაგან. იყო რეაგირება სხვადასხვა პუნქტუალურად მოვლენებზე, დაჭერებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მედია თავისუფლების დარღვევაზე და ასე შემდეგ, რაც ძალიან გასაგებია, იმიტომ ეს არის ყველა ის ფასეულებები, რომელსაც ეყრდნობა ევროკავშირი და რომელიც უნდა დაიცვას ყველგან და მით უმეტეს თავის მიერ მინიჭებულ კანდიდატის სტატუსს ქვეყანაში. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და ვიცით ჩვენ, რომ მოანიჭა საზოგადოებას და ქვეყანას უფრო მეტად, ვიდრე უფრო მეტად კი არა, იმის მიუხედავად თუ რას აკეთებდა ამ დროს რეჟიმი და ქართული ოცნება. მაინც მოგვანიჭა ეს სტატუსი. თუ კი მოგვანიჭა ეს სტატუსი, აქედან გამომდინარე, მერე უნდა იყოს გარკვეული პოლიტიკა, რომ მაგალითად ფორმულაცია პოლიტიკის მე ეს მაკლია უფრო ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები. ეხლა ვნახავთ, რომ იქნება მიღებული ნაბიჯები ამ ვიზების შესახებ, ახალი მექანიზმი, შეიძლება ამასაც დაუბრუნდეთ, მაგრამ პოლიტიკა, რომ ევროკავშირისთვის მიუღებელია, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც დაარღვია არჩევნები და თვითონაც ბოლო განცხადებებში აღიარებს ამას, რომელმაც ზურგი შეაქცია ევროკავშირს, რომ ეს ხელისუფლება არის სრულიად არალეგიტიმური თავიანთი გაგებით. ანუ პოლიტიკური შეფასება აკლია ამ ყველაფერს, რომ ყველაფერი ჩაჯდეს თავის ადგილას. დანახვა იმისი, რომ ეს არის არა მხოლოდ ავტოკრატია, დიქტატურა, ავტორიტარიზმის გაძლიერება ამ ქვეყანაში, რაც ხდება სხვაგანაც და ესენი ცდილობენ, რომ ამას დააკავშირონ, რომ ჩვენც აქ პოპულიზმი და რაღაცები არის ბუნებრივი.
არა, ეს არის რუსეთის პოლიტიკა. ეს უნდა დაინახოს ევროკავშირმა. ეს თუ არ დაინახა, რომ აქ ხდება იგივე რაც ხდება უკრაინაში, ოღონდ უკრაინაში ხდება ომით და ხდება იარაღით და ვერ აღწევს რუსეთი თავის საბოლოო შედეგს, ან თუ პირველ შედეგს უბრალოდ რაც დაისახა როგორც მიზანი. აქ ცდილობს სხვანაირად. და ეს სხვანაირი ფორმა არის მშვიდობიანი ფორმა ბჭყალებში, პროპაგანდა, არჩევნები, ხელისუფლება, რომელიც მას ემორჩილება და მიყვება მის რეტორიკას, მის ზოგჯერ ინსტრუქციებს, მის კანონებს, გადმოწერილი გვაქვს კანონები. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან ბევრი ღლიცინი იყო ის ბოლო კომიტეტზე, კულტურის კომიტეტი, რომელიც ჩატარდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არავინ აღნიშნა ამ დროს, როცა დასცინოდნენ ესა, მე ამას არ შევეხები. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ აი შემოდის კანონი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის და მისი პირველი მოსმენა ტარდება კულტურის კომიტეტში, იმიტომ ეს არის ის მთავარი კომიტეტი ამ კანონის განხილვისთვის. და ამ კომიტეტში, რომელმაც უნდა განიხილოს გარდა სათაური კანონისა, არც შინაარსი არ არის აღწერილი მოკლედ თუნდაც სანამ ხელს აწევდნენ, არც მინიმალური განხილვა, ვინმე რა თქვას, რომ ეს მომეწონა, ის მუხლი საჭირო არის იმიტომ არაფერი. და ასე ხდება ყველა კომიტეტებში და ასე ხდება საერთოდ პარლამენტში. ანუ ჩვენ მოგვდის მოსკოვიდან პირდაპირ მთელი რიგი კანონებისა, არა მხოლოდ რუსული კანონი, რომელიც შევაფასეთ დასაწყისში და სწორედაც შეფასდა, არამედ მთელი სხვა რიგი კანონების, რომელიც ალბათ განიცდის რაღაცა შელამაზებას, რომ ქართულ რეალობას მაინც მეტნაკლებად შეესადაგოს, მაგრამ მთავარი მიმართულებები, ასევე როგორც რეტორიკა, რასაც ლაპარაკობს კობახიძე, ან პაპუაშვილი, ან კიდევ არ ვიცი ვინ ბოჭორიშვილი, არის პირდაპირ გაჟღერება, გამღერება, გადამღერება იმისი, რაც გვესმის მოსკოვიდან და ამას ლოგიკურად მიყვება ის, რომ მოსკოვის სხვადასხვა ლიდერებიდან მოდის შეფასება, კომპლიმენტები ყველაფერზე, რაც აქ ითქმის და რაც კეთდება. ეს უნდა დაინახოს უფრო ღიად და უფრო მკაფიოდ ევროკავშირმა. ვიცი რომ ხედავენ, იციან, მაგრამ რაღაცნაირად ერიდებათ, რომ ბოლომდე ეს სურათი დახატონ. დაინახოს ევროკავშირმა და რა? ანუ პოლიტიკური პასუხი სავიზო რეჟიმის საკითხი ახსენეთ. შეიძლება რაღაც ბერკეტად იყოს შერჩევით გამოყენებული პერსპექტივაში, მაგრამ აი რა დარწმუნებული ვარ გაუჩნდება ჩვენს მაყურებელთა შორის ვინმეს, კი არა ალბათ დიდ ნაწილს ეს შეკითხვა. მე ვიცი, ასევე ვიტყვი რომ თქვენი ხედვით ძირითადი ამ ქვეყნისთვის საქმე ცხადია, ამ ქვეყნის მოქალაქეების გასაკეთებელია და ამ ქვეყნის გნებავთ სამშვიდობოს გაყვანა, მისი სტაბილურობაც, მისი განვითარებაც და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც რას გულისხმობთ კიდევ მეტ? მე არ ამგონია რომ ჩვენ უნდა ველოდოთ რაღაც ისეთ სასწაულებს ევროკავშირიდან, რომ კონდეს რაღაც ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც შეცვლის რეალობას. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ უფრო მკაფიოდ მოთხოვნა დახმარება ჩვენი მოთხოვნის საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე, რომელიც წერია მაგალითად ყველა პარლამენტის, ევროპარლამენტის რეზოლუციაში და პრინციპში ევროკავშირის უწყებებმა უნდა გაყვენ ევროპარლამენტის რეკომენდაციებს. რაღაცნაირად ცოტა მორიდებულები არიან ამ საკითხზე. არალეგიტიმურობა არჩევნების, არალეგიტიმურობა პარლამენტის, იმიტომ რომ აკლიათ ინსტრუმენტები, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ეს მორალური მხარდაჭერა არსებობს, როცა სიტუაციის ანალიზი არის ბოლომდე მიტანილი და ბოლომდე გაგებული სიტუაცია. მე რომ ვდგავარ ქუჩაში, აქაური საზოგადოება, ხო? მინდა რომ ვიცოდე, რომ იქიდან მხედავენ და იციან რაზე ვიბრძვი. მე არ ვიბრძვი, იმიტომ რომ საქართველოში არჩევნებით მოვიდა ავტორიტარული რეჟიმი.
მე ვიბრძვი, მე საზოგადოება ვიბრძვი იმიტომ რომ მოვიდა რეჟიმი რომელიც ემსახურება რუსეთს აქ აკეთებს რუსეთის საქმეს და ამიტომ უნდა რომ ჩამოაშოროს საქართველოს ევროკავშირიდან ამიტომ ჩვენ არ უნდა ხელი შევუწყოთ იმას რაც კიდევ უფრო ჩამოაშორებს საქართველოს ევროკავშირიდან ამიტომ არა ვარ მომხრე ვთქვათ ვიზა ლიბერალიზაციის ზოგადად არ შეიძლება რომ ევროკავშირმა გააკეთოს რუსეთის საქმე სამაგიეროდ ის ახალი მექანიზმი რომელიც აძლევს მას საშუალებას რომ გამოარჩიოს პასუხისგებელი პირები და იმათ დაუწესოს და იმათ მხოლოდ დაუწესოს ეს შეზღუდვები ეს არის ძალიან სწორი იმიტომ ეს ნიშნავს რომ ხედავს სად არის პასუხისგებლობა ვისი პასუხისგებლობა არის ვის უნდა ჩამოაშოროს საქართველოს ევროკავშირისგან და ვის დიდ უმრავლესობას ქვეყნის უნდა რომ დარჩეს იმ ტრაექტორიაზე რომელიც იყო საქართველოსი სულ მუდამ ვიტყოდი მე მგონი უკეთესი მომენტი არ იქნება იმ ამბის გასაზიარებლად ჩვენი მაყურებლებისთვის და ვარაუდობ თქვენთვისაც რომელიც წყაროსგან მიიღო რადიო თავისუფლება ეს არის ევროპული საბჭოს მომავალი სამიტის საბოლოო დოკუმენტის პროექტი საქართველოს ნაწილი სადაც რამდენიმე ფორმულირება ვფიქრობ მნიშვნელოვანი სადაც ერთი ის რომ ევროპული საბჭო პროექტის თანახმად კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს ხალხის უდიდესი უმრავლესობის მისწრაფებისადმი რომ მისი ევროპული მომავლისკენ და აღნიშნულია ის რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებები არ ესადაგება ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნისადმი და არის კიდევ ერთი ევროპული საბჭო გმობს და მოუწოდებს დეზინფორმაციისა და ანტიევროკავშირული ნარატივების გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და აქვე არის რომ სინანულით აღნიშნავს ევროპული საბჭო საქართველოს უკუსვლას იმ 9 ნაბიჯში რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი ამრიგად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია მანამდე სანამ ხელისუფლება არ გამოხატავს მტკიცე ვალდებულებას შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას დოკუმენტში არის მოთხოვნა მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი რომ გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, აქტივისტები, რეპრესიული კანონმდებლობის უკან გაწევა და შემდგომი ნაბიჯები, რაც დემოკრატიის რაღაცნაირად თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს ახლა პერიფრას ვაკეთებ უკვე და რომ შეწყვიტოს ელჩებზე თავდასხმა მაგალითად მათ შორის. და ვნახავთ ჩვენ რა იქნება 18-19 დეკემბერს სტარდება ეს სამიტი, ეს არის ესე ვთქვათ ფრაგმენტულად ინფორმაცია რომელმაც გამოჟონა ასე ვთქვათ და რადიო თავისუფლებამ მიიღო წყაროსგან. ნიშანდობლივია თუნდაც ჩავთვალოთ რომ არ არის დადასტურებული ჯერ გულისხმობ იმას რომ სანამ არ იქნება სამიტი ესეც დაუდასტურებელია მაგრამ არის როგორც ჩანს ასეთ ფორმულირებაზე. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ იყოს ეს გამიჯვნა ქართული ოცნების რეჟიმის და საზოგადოების ღრმა მისწრაფების რომ დაუბრუნდეს ევროპულ გზას ასევე აქ ჩანს და მე მგონი რომ დაახლოებით ეს იქნება შინაარსი მათი გადაწყვეტილების ჩანს რომ და იგივე არის ამ ახალ მექანიზმის შესახებ ვიზებზე ეს ყველაფერი არის შეჩერებული გაყინული ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ გამოვარდით თუნდაც ის რაც ნათქვამი იყო ადრე კაია კალასის მიერ მე მგონი რომ მხოლოდ ქაღალდზე რჩება სტატუსი ეს არ არის გაუქმება სტატუსის ეს არ არის გაუქმება ჩვენი გზის ეს ნიშნავს იმას რომ ამ რეჟიმის იქით ამ ქართული ოცნების რეჟიმის იქით რჩება გზა რომელზედაც შეიძლება დაბრუნდეს საქართველო და მე მგონი რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს და ჩვენ ამ გზით უნდა უფრო გავააქტიურდეთ და ვფიქრობ კონკრეტულ რაღაცებზე რაც არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება ჩვენ გვყავს მთელი ჯგუფი ელჩების და ყოფილი დიპლომატების
რომლებიც ზოგი თვითონ გადადგა, ზოგი მოხსნეს, იმიტომ რომ პეტიციას, პროევროპულ პეტიციას ხელი მოაწერეს. ეს ადამიანები არიან ისინი, ვისაც გააჩნია ის ცოდნა, რომელიც გვჭირდება მომავალ ინტეგრაციის გზაზე, რომ საქართველო დაუბრუნდეს სწრაფად, როგორც კი ამისი შესაძლებლობა გვექნება, იმიტომ რომ შეიცვლება ეს რეჟიმი. ამიტომ მე მგონი, რომ ევროკავშირი, რომელიც წამდაუწუ მიძახის აქაური ელჩები, ან იქა როცა ვხვდები, რა გავაკეთოთ და ერთ-ერთი რამე, რაც შეიძლება რომ გაკეთდეს, ეს არის მათი ინიციატივით შეიქმნას ცენტრი იქა ბრიუსელში, ის შეიძლება იყოს ვირტუალური, შეიძლება იყოს ფიზიკური, ეს ჩემი, სადაც ჩვენი ელჩები, დიპლომატები გააგრძელებენ მუშაობას საქართველოს ინტეგრაციაზე. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი სამუშაო არის ამ კუთხით და ისიც უნდა ითქვას და მინდა რომ აქ აღნიშნო ესა, რომ ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან წლების მანძილზე ამ მიმართულებით. როცა ესენი იძახიან, რომ ჩვენ ვიყავითო წინო სხვა ქვეყნებისო ამ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე, ეს სწორი იყო, იმიტომ რომ ჩვენი უწყებები და არა მხოლოდ საგარეო ძალიან მაგრამ მუშაობდნენ ამ მიმართულებით და ეს არ უნდა დაიკარგოს, ეს ცოდნა არ უნდა დაიკარგოს და უნდა გავაგრძელოთ ჩვენ სვლა, თუნდაც ეს არ იყოს დღევანდელი რეჟიმის პოლიტიკა და სურვილი. ის რომ ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური გზავნილები არის, სხვანაირად ვერ იქნება, რომ ამათ მოუწოდებენ, რომ ისე მოიქეცით, ასე მოიქეცით, რეფორმებს დაუბრუნდით და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ნათელი ესეც არის, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ძალიან ნათელი იყოს მათთვის, რაც არ უნდა იყოს დიპლომატიური, რომ ამ რეჟიმმა და მინდა რომ ეს სიტყვა იყოს ძალიან კონკრეტულად მათი დახასიათების, ამ რეჟიმმა მიიღო უკვე გადაწყვეტილება არა თავისი ნებით მხოლოდ, არამედ ასევე გარედან ზეწოლით, როცა აბრალებენ დიასპორას, რომ გარე ზეწოლა იქნებაო და ამიტომ არ უნდა იქ მისცენ ხმაო. გარე ზეწოლის შედეგად ამ რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება და გაწყვიტა ყველაფერი გააკეთა, რომ შეეწყვიტა, რომ ჩამოშორებულიყო ევროკავშირისგან და საკმარისი არის და ესეც ბოლომდე დასანახავად არის ამაზე მუშაობა საჭირო, საკმარისია რომ გადავხედოთ ქრონოლოგიას, ყოველჯერ როცა არის რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რასაც ველოდებით ბრიუსელიდან. მანამდე რამოდენიმე დღის წინ მიღებული არის აქა ან რამე ახალი კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ რეკომენდაციებს თუ მათ გზავნილებს, ან საშინელი რიტორიკა, ახალი ტალღა რიტორიკის, რომელიც ასევე არის სრულიად შეურაცხყოფელი ჩვენი პარტნიორებისთვის. ანუ ძალიან კარგად ჩანს, რომ განზრახ კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ჩამოგვაშორონ ევროკავშირიდან და ესეც უნდა იცოდეს კარგად ევროკავშირმა, რომ არის აქ ეს უმცირესობა, რომელიც არის გარედან მართული და რომელიც ასრულებს ამ დავალებას, რომ აი ქვეყანა მიიღო კანდიდატის სტატუსი, რაც ნიშნავს მოსკოვისთვის, რომ ეს გზა გახდა კონკრეტული და უკვე კალენდარში დასანახავი, ანუ არა რაღაცა შორეული მისწრაფება, არამედ რეალობა და ამიტომ არის ეს ძალიან კონკრეტული მითითებები მოსული აქ თბილისში მათ დაქირავებულ თუ როგორც არიან, რომ შეაჩერონ, რომ ყველაფერი გააკეთონ, ეს იქნება სიტყვიერად თუ საქმით იმისთვის, რომ ეს გზა არათუ შეჩერდეს, არათუ დროებით შეჩერდეს, არამედ სამუდამოდ შეჩერდეს. დიპლომატები ახსენეთ ყოფილი თანამშრომლების საგარეო უწყებისა და მათ გავრცელეს ასევე თავიანთი მიმართვა 30 თუ მეტი პირი აწერს ხელს და სწორედაც იგივე გზავნილის მიმართავენ პარტნიორებს და მეგობრებს საქართველოსი, რომ შეინარჩუნოს საქართველოს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში. არ არის ადვილი და თქვენი საქმიანობის ერთ-ერთ თავარ მიმართულებად გაქვთ ეს უნიშნელოვანეს მიმართულებად. არ არის ადვილი ზუსტად იმიტომაც თავადაც აღნიშნეთ, რომ აი დოკუმენტში მიმართავს
საქართველოს ხელისუფლებას. ეს როგორ თქვა, ორი მხარე ურთიერთობის ქვეყანასთან ჩანდა იმავე უბრალოდ ახალი ინტერვიუ და შტაბ-კეთილების ქვეშ ვარ ეტყობ თვითონ გერმანიის ელჩის საუბარში, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის ჩანს ხოლმე ამ დოკუმენტებში, ეს რაღაცნაირი გაორება თუ არ ვიცი რა დავარქვა. ალბათ არ არის ეს ნორმალური დიპლომატიისთვის გეკითხებით როგორც პროფესიონალს და გამოცდილების მქონეს ამაში. სწორედ ეს არის ნორმალური დიპლომატიისთვის. არ არის ნორმალური ჩვენი გაგებით, იმიტომ რომ გვინდა უფრო მკაფიო. იმათთვის მგონია რომ არ არის, ანუ გულისხმობ დასავლელებისთვის და ევროკავშირის. არ არის და არის, იმიტომ რომ ძალიან უჭირთ რომ გადავიდნენ კატეგორიულ ქმედებებზე, რაც იქნებოდა მაგალითად რო თქვან რომ ჩვენ მხოლოდ საზოგადოებას ვცნობთ. და სხვა არანაირი ურთიერთობა, სადღაც რჩება მაინც შიში, რომ ბოლომდე არ დავკარგოთ საქართველოს. ჩვენი რაღაც ქმედებებით არ დავაჩქაროთ ეს რაღაცა გაუცხოება და ამიტომ ცდილობენ რომ თლათ არ გაუშვან ხელიდან ხელისუფლება, რაც მიმაჩნია არის არასწორად გაგებული რეალობა, რომ ამათმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მაგრამ ეს არის დემოკრატიული ქვეყნების და დიპლომატიის დამახასიათებელი, რომ რაღაცა სიფრთხილე მაინც გააჩნიათ. ჩვენს მაყურებელს დასაწყისშივე უნდა მეთქვა, ბოდის ვუხდი, დღევანდელი ჩვენი პოდკასტი ჩვეულისგან, ვინც სულ გვეყურებთ, შედარებით დროში შეზღუდული არის, სულ რაღაც 14 წუთი დაგვჭირდა საუბრის დასრულებამდე და ბოდის გიხდით ამისთვის დღევანდელი. მithumetes რომ ყველა მერე ერთად გავდივართ, თუ შეიძლება მოწოდებები ჩვენს ეთერში, მე უნდა ეს წესი დავიცვა, როგორც წამყვანმა და ჟურნალისტმა. გასაგები არის დღევანდელი დღის განრიგი, რაც არის, ვიცით და მნიშვნელობა საქართველოს არაერთი მოქალაქისთვის წლის თავს უძახიან, მაგრამ წელიწადი და ერთი დღე. წელიწადი შესრულდა გუშინ. 28 ნოემბრიდან და მინდა რომ შიდა პოლიტიკაზე ვიდრე გადმოვინაცვლებთ. ან ბოლოსთვის გადავიტან, რადგან შიდა პოლიტიკაზე გადმოვედით ბუნებრივად. ამ საკითხს ბევრი გილაპარაკიათ, ანუ ინტერვიუებში და ჩვენი მაყურებელიც, ვისაც აინტერესებს, მოსმენილი ექნება, მაგალითად, ვრცელი ინტერვიუ ბოლოს ჰქონდათ ფორმულასა და ტევ პირველისთვის ერთობლივი და იქ აღწერთ თქვენ იმას თუ როგორ ხედავთ თქვენს როლს, თქვენს თავს, როგორ ხედავთ რა ეტაპებს ხედავთ, რა არის გასავლელი, აი გზას მინდოდა მეთქვა და თავი შევიკავე. არჩევნებს რომ ახსენებთ, წარმოდგენილი მაქვს რომ დარწმუნებული ვარ რომ აინტერესებთ როგორც ქართული ოცნების ხელისუფლების მომხრეებს, ასევე მის ოპონენტებს. არ ვიცი როგორ დავარქვა, სცენარები თუ ხედვა თუ რაღაცა იდეა, კოორდინირებული, შეთანხმებული პოლიტიკური ნაბიჯები და ასე შემდეგ. თქვენი ხედვები რაღაც დეტალებში მნიშვნელოვანწილად განსხვავდება იგი იმავე ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ზოგიერთი ვთქვათ ოპოზიციური ძალის ხედვებისგან და ამ პროცესსაც ყველა თვალყურს ადნევს. დარწმუნებული ვარ რომ დააინტერესებს მაყურებელს, რომელიც მრავალფეროვანია, ჩვენი მაყურებელი, პოლიტიკური გემოვნების კუთხით გულისხმობ. ცოტა მეტი რომ ბრძანოთ, როგორ ხედავთ, ანუ ალბათ აი ხა წარმოვიდგენ ხოლმე ხანდახან როლში შევდივარ, მაყურებელს არჩევნებს რომ ახსენებთ, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომ ეს უნდა იყოს ლეგიტიმური შედეგის მქონე, რომელიც შემდგომ იმ წესით როგორითაც გათვალისწინებულია აირჩევს პრეზიდენტს და შემდეგ ასე შემდეგ და მაშინ ამის შემდეგ ხედავ ჩემს როლს ამ როლში ამოწურულად. რა არჩევნები ვიღაც ვინმემ შეიძლება თუნდაც ოპოზიციის მხარდამჭერმა ან კრიტიკულად განწყობილმაც იკითხოს ამ სიტუაციაში რაც დღეს გვაქვს. რა შეგიძლიათ მათ უთხრათ? რა არჩევნები საიდან მოვა? არავინ არ იცის. და მე არ ვიქნები სწორი ახლა რომ ვთქვა რომ ვიცი როგორ იქნება, როგორ დაინიშნება, როგორ ვაიძულებთ რომ დაინიშნოს. არის ბევრი კრიზისის ფაქტორი ამავე დროს. ჩვენ ვუყურებთ სიტუაციას იმ კუთხით, რომ ეს ყოველდღიური რეპრესიები და ესეც არის რუსული მეთოდოლოგია, ხო, რომ გაგაბრუოს ამ რეპრესიებით და ყოველდღიური სკანდალებით სხვადასხვა ფორმით. ჩვენ გადავდივართ ერთი სკანდალიდან მეორეზე, ხან განათლების რეფორმა, ხან დიასპორის მიმართ. ეს ყველაფერი არის გადმოგდებული ადამიანების ფსიქიკაზე იმისთვის, რომ შენ
ვერც ერთ საკითხზე ბოლომდე ვერც მრჯელობ, ვერც პროტესტს ახორციელებ და გადადიხარ შემდეგ იმაზე და ხარ ამოვარდნილი სრულიად კალაფოდიდან. და ეს არის ძალიან ცნობილი ტექნოლოგია მასების კონტროლის. ამ პროცესში ჩვენ ვუყურებთ მხოლოდ იმას, რომ რეპრესიები ძლიერდება და ამიტომ გვაქვს ეს განცდა, რომ რეჟიმიც ძლიერდება, რაც არასწორი არის. იმიტომ ზოგადად ასევე კლასიკური გაგებით და რეჟიმები, რომელიც გადადიან ასეთი ისტერიულ რეპრესიებზე და აღარ ჩერდებიან, ეს ასევე არის თავიანთი შიდა სისუსტის ნიშანი, რომელსაც ასევე ვხედავთ ამ შიდა ანგარიშსწორებებში, რომელიც გავრცელდა ბოლო პერიოდში, რომელსაც ეძახიან ანტიკორუფციულს, მაგრამ რეალურად ეს არ არის ანტიკორუფციული. ეს არის ერთის მხრივ სტალინისტური მეთოდი როტაციის, რომ არავინ არ იყოს დარწმუნებული მათ მხარეს იმაში, რომ ის ფული, რაც მიიღო, ან ის პრივილეგიები, ან ის ადგილები არის მისი კუთვნილი, არამედ ყველაფერი უნდა იყოს დამოკიდებული მთავარზე. სულ უნდა კონდეს განცდა, რომ არასაკმარისად ლოიალურია. ხო, რომ ყოველთვის ისა. მაგრამ ეს თავისთავად პატარა ქვეყანაში და ეს არის დიდი განსხვავება, სადაც ყველასი ნათესავი, ნაცნობი და რაღაც წრეს ეკუთვნის. ეს ასევე არის დასუსტების და ნდობის გაქრობის და ვხედავთ ჩვენ, რომ ზოგი ძალიან დიდი მხარდამჭერები ბოტები თუ ინფლუენსერები თუ რაც არიან, უცებ იწყებენ კრიტიკას ქართული ოცნების. ანუ მე ისი თქვა მინდა, რომ აქაც არის სისუსტის ნიშნები. და ერთგვარად ჩვენ ვართ მდგომარეობაში, სადაც უნდა გაირკვეს, ვინ იქნება უფრო გამძლე. პროტესტი, საზოგადოება, რომელიც არ ეგუება და დგას და არ შეიძლება მისი ისევე ავარდნა რაღაცა სცენარებზე, რომელიც არარეალისტური სცენარები არის. მეორეს მხრივ რეჟიმი, რომელიც თვითონაც სუსტება და რომელი ერთი უფრო ჩქარა დასუსტება, უფრო ჩქარა დაყრის ფახმალს. ეს არის და დაშლა ასეთი რეჟიმების არის ასევე ერთ-ერთი ფორმა, რითაც თავდებიან თვითონ. ჩვენ ვიცით მაგალითად დღეს, რომ ივანიშვილი სათავეში არის მარტოკაცი. ანუ არავისი ნდობა უკვე აღარ აქვს. ის მისი წრე, რაც იყო, რომელსაც ნამდვილად ენდობოდა ბევრი წლების მანძილზე, ის წრე არის დაშლილი. და ეს მისი გადაწყვეტილებით, ანუ თავისი არ ვიცი, პარანოია არის თუ რა უნდა დავარქვათ, მაგრამ ჩამოაიშორა ის ადამიანები, რომლებსაც ერთის მხრივ ენდობოდა, მეორეს მხრივ ვისთანაც შეეძლო რაღაცა აზრების გაცვლა. ესეც არის გაშიშვლება ერთგვარი რეჟიმის. ასე რომ მე არა ვარ პესიმისტურად განწყობილი, რომ ვაიმე ესენი ისეთი ძლიერები არიან, რომ არაფერი არასოდეს არ მოუღებს ბოლოს. როგორი მოქმედებს ახალი ზომები მიღებული გარედან, ესეც არ ვიცით და მე არა ვარ მომხრე იმისი, რომ რაღაცა ილუზიები კონდეს, რომ აი რაღაც ვიზების შეზღუდვა იმ თავითვე მაგრამ ესეც არის ერთ-ერთი პატარა აგური, რომელიც რაღაცას ქმნის. ეკონომიკა არის ძალიან სერიოზული. ჩვენ ვხედავთ დღეს, რომ ყველა მხრივ ცდილობენ მართლაც, რომ ბიუჯეტი შეავსონ რაღაცებით. რაც არ უნდა სტატისტიკებს ეყრდნობოდნენ, რომელიც ვიცით ავტორიტარულ რეჟიმებში როგორი იქნება. კონკრეტული ადამიანის მაცივარი ოჯახში. ხო, ყველამ კარგად იცის, მაგრამ ქვეყანამაც იცის, როგორც ქვეყანა, არა მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე. ჩვენ ვხედავთ უკვე ნიშნებს იმისი, რომ სჭირდებათ ფულით შევსება ბიუჯეტის. ეს ფული არ მოვა არც რუსეთიდან, არც ჩინეთიდან და არც არაბებისგან. ეს ყველაფერი ასევე არის ნაცარი თვალში, რომ ხალხმა დაიჯეროს, რომ აქვთ ალტერნატიული შესაძლებლობები, რომ შეავსონ ბიუჯეტი და რომ ეკონომიკა დადგეს თავის იმაზე. არაფერი არ გააჩნიათ. ამიტომ ორივე მხარეს აქვს თავისი სისუსტე, თავისი სიძლიერე, ჩვენი არის მორალური უპირატესობა და ეს არაჩვეულებრივი გამძლეობა, რაც აჩვენა საზოგადოებამ. და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი გზა შეიძლება იყოს მხოლოდ არჩევნების.
ეს არის თუ ჩვენ გვინდა რომ დავრჩეთ დემოკრატიულ სამყაროში და ვიარსებოთ და დაუბრუნდეთ ძალიან სწრაფად სწორედ იმ გზას რომელზედაც საუბრობდით და რომელიც არის დღეს გაყინული, მაგრამ შენარჩუნებული. ჩვენ იმ გზაზე არ დავბრუნდებით რევოლუციებით და რაც ამავე დროს არ არის ჩვენ ტრადიციებში. როცა ზოგჯერ ვლაპარაკობთ ვარდების რევოლუციაზე, ეს არ იყო ამ გაგებით ნამდვილი რევოლუცია. ის რაც ხდება ზოგ ქვეყანაში, მესამე მსოფლიოს ქვეყნებში უფრო, არ არის ჩვენი ისტორიული ტრადიცია და ამიტომ ამაზე დაყრდნობა იმისთვის რომ რაღაცა ამ გზით შეიძლება ჩვენ შევცვალოთ რეალობა, მე არ მიმაჩნია პირადად რომ ეს იყოს შესაძლებლობა, მაგრამ ვისაც აქვს ამისი მოსაზრებები და შეუძლია რომ შეასრულოს, მე რა დღევანდელ დაგვშა 5 წუთი. მე მაქვს რამდენიმე შეკითხვა, მაგრამ უნდა ავარჩიო როგორც ჩანს. 2 იქნებ ჩავტიო. უბრალოდ ძალიან მოკლედ მინდა მიპასუხოთ დღევანდელ აი ამ მე კი გაგაწყვეტინა თუცებ რომ ახსენე დღევანდელი დღემთლად ეს ანუ ვისაუბროთ უბრალოდ არა ინფორმით ვიგულისხმე დღევანდელ აქციას ასეთი ერთი ორგანიზატორი არ ჰყავს ან ერთი ლიდერი, თუნდაც რამდენიმე ყველა ადამიანი მონაწილეობდა ამ აქციის, ასე ვთქვათ, ორგანიზებაში დავარქვათ ამას. იქნებოდა სამოქალაქო სექტორი და ასე შემდეგ, პატიმრების მშობლები თუ აქციის მონაწილეები, არა რომელიმე ჯგუფის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ასე შემდეგ, მათ შორის იმ პარტიებიდანაც, რომლებიც შეიძლება დავარქვათ კოორდინაციაში არიან თქვენთან თუ როგორ დავარქვა, შვიდეულია ახლა. დღესდება მოკლედ რომ ბრძანოთ და დღეს არ არის ფორმატი კოორდინაციის მხოლოდ პარტიებთან. ჯერ ერთი იმიტომ რომ რეალობა ასეთი არის, პარტიების ლიდერები, ძირითადი ლიდერები არიან ციხეში. მათთან კოორდინაცია ძალიან რთული არის. დაკვეთა საზოგადოების არ არის, უკვე ნახეს რამოდენიმეჯერ ეს კოორდინაციები და როგორ დამთავრდა თუ როგორ წავიდა უფრო სწორედ. ამიტომ დაკვეთა საზოგადოების არის უფრო ფართე. დაკვეთა არის ერთი პოლიტიკური ალტერნატივა. რომ პასუხი გაეცეს იმ კითხვაზე, აი თუ ჩამოიშალა რეჟიმი, ან თუ დაინიშნა იმ თუ ამ სიტუაციის შედეგად საპარლამენტო არჩევნები, ვინ იქნება შემცვლელი ამ რეჟიმის. უკვე ძალიან ბევრი მათი თვითონ მათი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, თუნდაც ეს მიწები არაბებს და რაღაცები რაც ძალიან ბევრი სხვადასხვა ნაწილი საზოგადოების უკვე არის ძალიან იმედგაცრუებული და უკმაყოფილო ოცნების პოლიტიკით. მაგრამ რჩება მთავარი კითხვა უპასუხოთ. სად არის პოლიტიკური ალტერნატივა? ეს პოლიტიკური ალტერნატივა ხალხისთვის არ ჩანს ძველ პარტიებში, რომაც ვერ შექმნეს ეს ფრონტი. ჩანს საზოგადოებაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამიტომ უნდა იყოს უფრო ფართო პლატფორმა. მე ვმუშაობ და მომავალ კვირას ამაზე ვიქნებით სრულიად, რომ სწორედ განახლდეს ის პლატფორმა, იყოს ნაწილი ამ პოლიტიკური პარტიების, არ არის ეგ ლაპარაკი იმაზე, რომ გაირიყონ ეს პოლიტიკური პარტიები, მაგრამ უნდა გაინაწილონ პასუხისგებლობა სწორედ იმ ადამიანებთან, რომლებიც განან 1 წელია და ძალიან დიდი პოლიტიკური სიმწიფეც გვაჩვენეს და დანარჩენი ასევე საზოგადოება, რომელიც შეიძლება არ არის აქტივისტი ამ გაგებით, არც პოლიტიკურ პარტიებში, მაგრამ არის ის ცოცხალი ნაწილი საზოგადოების, რომელიც უნდა ფიგურირებდეს ხვალინდელი ხელისუფლება დავარქვათ. დრო რომ მქონდა შემდეგ 1 საათს დავუთმობდი, ხო, ერთ შეკითხვას ვსვამე ხა, ამიტომ მაგ თემას ხო, რასაც ახლა შეეხეთ, დიდი თემაა და უმნიშვნელოვანესი. არის ერთი საკითხი კიდევ, რომელსაც ასევე ძალიან ისე დაძაბული უყურებს საზოგადოება, ეს არის უკრაინის საკითხი, ასე მოკლედ რომ დავარქვა და სადაც ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. და აუცილებლად მინდა რომ გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს, თქვენ როგორ უყურებთ იმ პროცესს, რაც ახლა მიმდინარეობს, მესმის შეძლების დაგვარად მოკლედ. ძალიან რთული საკითხი არის. მე არ ამგონია რომ ვართ იმ სიტუაციაში, რომ დღეს ხვალ გადაწყდეს
რამე ჩვენ არაერთხელ ვიყავით ამ მდგომარეობაში, რომ ეხლა და ახალი რაღაცა გეგმა არის და სულ ვართ შეშინებული იმისი, რომ და არა მხოლოდ ჩვენ ვართ ეხლა ევროპაში ვიყავი და ევროპელებს ვესაუბრებოდი ამაზე, ისინიც არიან შეშინებული, რომ უცებ პუტინმა ისეთ რაღაცაში არ დააჯეროს ამერიკელები, რომელიც იქნება დამაზიანებელი და ევროპელების და უკრაინელების ჩარევის და ჩართულობის გარეშე. ეს არის მათი წუხილი. მე მგონი, რომ Whitlock-მა და Whitlock-ის და რუსების Witkoff-ის ისა საუბრებმა ძალიან დაეხმარა ზოგად საქმეს, იმიტომ ყველამ დაინახა თუ რამდენად რუსები კარგად მუშაობენ ამ კუთხით, მაგრამ არც ისე კარგად საბოლოოდ, იმიტომ რომ ყველაფერი არ გამოზდით. მე მგონი, რომ ის დამახასიათებელი ფაქტორი, რასაც ქვია ისა ტრამპის დაუგეგმარი რეაქციები, რომელიც არ შეიძლება რომ წინასწარ გაზომო, ეს ყველასთვის არის რთული, მაგრამ კიდევ უფრო რთული არის რუსებისთვის, იმიტომ რომ ერთ დღეს ფიქრობენ, რომ აი ჩვენ ყველაფერი გაგვდის და ჩვენი მოსაზრებები გაჭრის და მეორე დღეს უკვე უნდა დაინახონ, რომ არა ასე არ არის და იმას ვერ ახერხებენ, რაც უნდათ. ვერაფერს ვერ ახერხებენ რეალურად რუსები ომის დასაწყისიდან. ვერც სამხედრო კუთხით და ვერც მოლაპარაკებებით, მაგრამ არის ამ მოლაპარაკებებში ძალიან დიდი საფრთხეები, რომელიც არ ამგონია, რომ დღეს ხვალ განხორციელდეს კიდევ ერთხელ, მე მგონი, რომ ეს ომი კიდევ გაგრძელდება. მაგრამ ამ საფრთხეებს უნდა მიხედონ და პირველ რიგში ევროპელები. ერთი საფრთხე, რომელზედაც მე გავაფრთხილე თუნდაც ჩემი ინტერვიუებში, არის არჩევნები. არ შეიძლება, რომ ვინმე დათანხმდეს იმაზე, რომ ომის შეწყვეტის, ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ 100 დღეში ჩატარდეს არჩევნები. ასეთ ნაუმარ ქვეყანაში, სადაც ადმინისტრაციას არანაირი საშუალება არ აქვს, რომ მოემზადოს, მეორე მხრივ რუსები ჩვენი მეშვეობით, ჩვენი გამოცდილებით ძალიან მომზადებული არიან თუ როგორ უნდა გააყალბონ ასეთ ქვეყანაში არჩევნები. ამიტომ ეს არის დაუშვებელი. ასევე დაუშვებელი არის კიდევ ერთი პუნქტი, რაც იყო პირველ ვარიანტში, ახლა მე მგონი ამოღებული არის, რომ რუსეთმა აღარ უნდა წამოიწყოს აგრესია ევროპის და უკრაინის წინააღმდეგ. რას ნიშნავს? და მოლდოვა და საქართველო მიდი და დაიწყე რაც გინდა. ანუ ეს ცოტა მეზობლები იყო, მე მგონი, რა, არა, მე მგონი მერე შეიცვალა, იმიტომ ეს იყო როგორც ჩანს პირველივე, სწორედ ამიტომ ამბობდნენ, რომ ეს რუსული ტექსტი იყო, ის პირველი ტექსტი. ეს არის დღევანდელი სიტუაცია, სრულიად გაუთვალავი, ძალიან კარგად უძლებს უკრაინა და ბოლო ტექსტში როგორც ჩანს დაბრუნდა ის, რომ მისი სუვერენობა და ტერიტორიული მთლიანობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ არ დათმობენ ისეთ რაღაცას, რაც არ შეიძლება დათმო ომის 4 წლის თავზე და ამდენი დანაკარგის თავზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რაც ხდება და მე ყოველთვის მანამდეც, სანამ ეს ომი დაიწყებოდა, სულ ვამბობდი, რომ რუსეთთან ნამდვილი მოლაპარაკება საბოლოოდ თუ გვინდა, რომ რუსეთი შემდგომ იყოს და იქცეოდეს საერთაშორისო ურთიერთობებში როგორც ნორმალური აქტორი ამ ურთიერთობების, საჭირო არის, რომ რუსეთი გავიდეს ყველა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან. იმიტომ რომ სანამ სადღაც იქნება და ექნება ოკუპირებული ტერიტორიები, მანამდე რუსეთი იქნება იმპერიალისტური ქვეყანა და მოიქცევა ამ მეთოდებით და ამ იმებით, რაც ახასიათებს იმპერიალიზმს ზოგადად და რადგან ყველას ინტერესი არის და მე მგონი, რომ ძალიან კარგად მიხვდა დღეს ევროპა და ეს არის დიდი წინსვლა და საზოგადოება, არა მხოლოდ ლიდერები, ასევე საზოგადოება მიხვდნენ, რომ არ შეიძლება
რომ დაუთმო ყველაფერი რუსეთს და რუსეთი უნდა გააჩერო. როგორ და სად გააჩერებენ ეს სხვა საკითხი არის, მაგრამ უნდა გააჩერო. და მნიშვნელოვანი არის რომ გაიგონ რომ სწორედ ჩვენთანაც არის გაგრძელება იგივე პოლიტიკის და აქაც უნდა გააჩერო. იმიტომ რომ აქ თუ გაუვა რუსეთს ეს ჰიბრიდული სტრატეგია ხვალ შეიძლება ნებისმიერ სხვა ევროპის ქვეყანაში ასევე სცადოს, როგორც სცადა, მაგრამ ნაწილობრივ რუმინეთში, მოლდოვაში და ასე შემდეგ. ამისი გაგება ბოლომდე არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ეს არ შეცვლის ჩვენთვის უშუალოდ სიტუაციას, მაგრამ ეს უფრო სწორი ანალიზი მდგომარეობის მოგცემს ჩვენს მეტ საშუალებებს რომ ვიმოქმედოთ. არავისთვის სურპრიზი არ იქნება რომ დღეს თქვენ იქნებით საპროტესტო აქციაზე და უნდა შევასრულო სიტყვა, აქ უნდა შევწყვიტო ინტერვიუ, რამდენიმე წუთით მეტიც გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენანება რამდენიმე კითხვა, აუცილებლად იმ თემებზე გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს, მაყურებელს ბოდიშს ვუხდი რომ, მაგრამ ძირითადად თქვენს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება არის გამოხატული და მადლობას ვუხდი ჩვენს მაყურებელს ყურადღებისთვის და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენთან მოსვლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ეს საუბარი. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი იყო დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი. გმადლობთ. მადლობა თქვენ.